გამარჯობა ძვირფას საზოგადოება, წლის ბოლოა და ჩვენს ტრადიციულად გსურს გარკვეული რეზუმე შემოგთავაზოთ. ამ კუთხით გამახსენდა ათონის მთაზე ბერების მიერ წარმოთქმული წინადადება. ისინი ამბობენ, რომ გასული წელი იყო უკეთესი. ამაში რასაკვირველია სულიერებას გულისხმობენ და არა მატერიალურ მხარეს. ჩვენ ასევე მათ ვერ დავაბრალეთ რასაკვირველია პესიმიზმს. ანუ ეს რეალური სულიერი შეფასებაა და დაფუძნებულია როგორც საკუთარ მათ მდგომარეობაზე, ისინი ამას მშვენივრად ხედავენ, რადგანაც ესა მათი უპირველესი საზრუნავი და ასევე ლოცვა და ყურადღება საკუთარი თავის მიმართ და ბუნებრივია იმ მომსვლელების, მომლოცველების შეფასებით, რომელიც ათონის მთაზე ყოველწლიურად მრავლად არიან. შესაბამისად, ასეთი გამოთქმა დაფუძნებულია სრულიად უკვე მამების სწავლებაზე და ასევე სახარების ზეულ სწავლებაზე, მე ასე ვიტყოდი. ჩვენ შეგვიძლია იგივე ვთქვათ ჩვენთან საქართველოში და მთელ მსოფლიოში გასული წელი იყო უფრო უკეთესი და პირველ ყოვლისა რასაკვირველია სულიერ მხარეს გულისხმობთ. ჩვენ გულისხმობთ იმას, რომ მომრავლდა ცოდვა, ის უფრო მზაკრული გახდა, ადამიანი არ გახდა უკეთესი, იმის მიუხედავად, რომ პროგრესისტები ჩვენ სხვანაირად წარმოგვიჩენენ ამას, ჩვენ ამას თვალნათლივ ვხედავთ და ამის გამოვლინებები მოხდა. ამ ხრივ ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას, როგორც ჩვენმა ერთგულმა მაყურებელმა და მსმენელმა იცის, განსაკუთრებით ყურადღებას ვაქცევთ იდეოლოგიების ზეგავლენას სულიერებაზე, იმის დამღუპველ ზეგავლენას სულიერებაზე და ამ თვალსაზრისით სწორედ გვინდა გარკვეული ესეთი შემაჯამებელი სწორედ ამ რაკურსით გავაკეთოთ დღევანდელ დღეს. ანუ ძირითადი ყურადღება გსურს გავამახვილოთ მაინც ლიბერალიზმზე, რადგანაც ჩვენი ეს აზრით ლიბერალიზმის სულიერი კუთხე, სულიერი ზეგავლენა ადამიანზე არ იყო სათანადოდ შეფასებული და შესაბამისი რეაგირება არ მომხდარა. რას გულისხმობთ ახლა ჩვენ ამაში? ჩვენ პირველ ყოვლისა გულისხმობთ, რომ ლიბერალიზმი როგორც არსი, როგორც სწავლება, როგორც იდეოლოგია, როგორც სერაფიმ როუზი ამბობს, ნაწილი ნიჰილისტური თეორიის, ნიჰილისტური პროგრამის არის აბსოლუტის წინააღმდეგ. ანუ აბსოლუტური ჭეშმარიტების წინააღმდეგ არის ის. ეს პირდაპირ ებრძვის მართლმადიდებლურ თვალსაჩინოს სარწმუნოების კუთხით და ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ ვთვლით, რომ აბსოლუტურად ფლობს ის სისავსეს ჭეშმარიტებისა და არაფერი დახმარება არ ჭირდება, არაფერი დამატება არ ჭირდება. განსხვავებით ლიბერალური თეორიისა, რომელიც თავისუფალ აზროვნებას გვთავაზობს, იდეებს, თავისუფალ დამოკიდებულებას გვთავაზობს, შესაბამისად აქ შემოდის ესეთი ერთგვარი თავისუფლების სული, რომელიც არაერთ სარწმუნოებაზე ამახვილებს ყურადღებას, ჩვენ შემთხვევაში ეს მართლმადიდებლობაზეა საუბარი, არამედ კონცენტრირებულია ასევე ეკუმენიზმზე, პერენიალიზმზე, სხვადასხვა რელიგიებზე, ის თამამად გაიძახის, რომ სხვაგანაც არის ჭეშმარიტება და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. აქ კიდე რასაკვირველი თამაში, ასე ვთქვათ, შემოდის მოდერნიზმი თავისი განმაახლებლური თეორიებით და ესეც ორივე ერთგვარად ანგრევენ ჩვენს მართლმადიდებლურ სარწმუნოებას. ეს დამღუპველობა ნაკლებად არის გაანალიზებული ჩვენის აზრით, ნაკლებად მიექცა ამას ყურადღება. შედეგი გახლავთ ის, რომ მან გამოავლინა საკუთარი თავი და ამიტომ იქ სიტყვები, როგორც იტყვიან, ზედმეტია. გარდა ამისა, ლიბერალიზმი არის თვითონ მებრძოლი ღვთაებრივი წესრიგის წინააღმდეგ და კერძოდ ის ებრძვის ხატებას და მსგავსებას ღვთისას, ანუ ღვთის კანონს ხატებისა და მსგავსებისა და კერძოდ ის არ აღიარებს მამაკაცს და დედაკაცს ისე, როგორც ეს შექმნა ღმერთმა. ამას პირდაპირ ებრძვის და ჩვენ ამის მაგალითებს პირდაპირ ვხედავთ დღევანდელ ლიბერალურ სამყაროში და აქაც მტკიცებულება ჩვენ გვჭირდება. ჩვენ ხედავთ, რომ ლიბერალიზმი როგორ ებრძვის ოჯახს, პირდაპირ ანგრევს ოჯახს, მის წინააღმდეგ მიდის და ეს გამოიხატება იმ დემოგრაფიული კუთხით, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, ასევე აბორტების რაოდენობით, მომრავლებით, მკვლელობებით, პირდაპირ შემცირებით. ასევე ჩვენ ხედავთ
პირდაპირ წინააღმდეგობას და მტრობას ეკლესიის მიმართ, ლიბერალების კუთხით. ჩვენ ხედავთ მათ პირდაპირ დაპირისპირებას და ამას არ მალავენ. ჩვენ ხედავთ ცნებების დარღვევას და კერძოდ პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა. ჩვენ ხედავთ ამ თავისუფალმა იდეოლოგიამ, თავისუფალმა მიდრეკილებამ როგორ ააჯანყა პირდაპირ მნიშვნელობით შვილები მამების მშობლების წინააღმდეგ და ამას პირდაპირ გამოთქვამენ ეს ბავშვები. ზოგიერთი პოლიტიკოსები პირდაპირ მოუწოდებენ აჯანყებისკენ მშობლების ოჯახის წინააღმდეგ. ზოგიერთი ახალგაზრდები იძახიან, რომ ჩვენ ჩრდილში ვიყავით და ამიერიდან ჩვენ აღარ გვსურს ჩრდილში ყოფნა და უნდა ავიმაღლოთ ხმა და ეს საპროტესტო სული, აჯანყების სული, რევოლუციის სული წამოიჭრა. ეს რევოლუციის სული სულ უფრო გამჟღავნდა და გამოვლინდა ამ იდეოლოგიაში. ეს სული არ არის ახალი, რადგანაც ჩვენ რამოდენიმე თვის წინ დავდივით ერთ-ერთი პოსტი, სადაც ერთ-ერთი ანალიტიკოსი, რუსი ანალიტიკოსი საუბრობს ლიბერალურ ძალადობრივ სისტემაზე, ძალადობრივ გამოვლინებაზე, ქუჩის ლიბერალიზმის სახით და რაც ხდება რუსეთში, რუსი საუბრობს რუსების წინააღმდეგ, ანუ ლიბერალიზმს არ აქვს ეროვნება ამ კუთხით, რუსი იქნება, ამერიკელია თუ სადაც იქნება, ის ყველგან ანგრევს წესრიგს და ქმნის ახალ ადამიანს. და ამის განხორციელება მას სურს რევოლუციების გზით და ჩვენ მშვენივრად დავინახეთ, მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ პირველ ყოვლისა, ასე ვქვათ, ფრანგული რევოლუცია, მაგრამ უფრო ახლოს მე-20 საუკუნეში კომუნისტების რევოლუცია, რომელმაც პირდაპირ დაამხო სამეფო ხელისუფლება, შეცვალა ძველი წესრიგი და რა მოხდა იქ? იქაც არ გონია ვინმე ურწმუნო ადამიანების ხელით გაკეთდა ეს ამბავი, უმეტესობა იმ ადამიანების იყვნენ მორწმუნეები, მონათლულები, იმიტომ რომ ძველ დროს ეგ აუცილებელი პირობა იყო მთელს რუსეთის ტერიტორიაზე, მთელს იმპერიის ტერიტორიაზე, მაშინდელ. ამიტომ ეს რევოლუციური სული შეიჭრა მათში და ის ხო დამანგრეველი. მახსენდება ერთ-ერთი წიგნი მამა არსენი 30 წლის უკან შევიძინეთ ეს წიგნი და იქ კარგად იყო განხილული. მამა არსენი იყო სასულიერო პირი, რომელიც დააპატიმრეს. ის იჯდა საკონცენტრაციო ბანაკებში იმ დროინდელში და ის პირდაპირ ამბობს ერთ-ერთ დიალოგში, იქ თვითონ ამ ბანაკში, რომ ვისი ბრალიაო ესო, როდესაც დღესო რევოლუციონერები გახდნენ ჩვენი უღლების შვილებიო და მორწმუნე საზოგადოების შვილებიო. ანუ ჩვენი ბრალიაო ეს და მე ვეთანხმები მას, რასაკვირველია ამ გამოთქმაში, რადგანაც მე პირადად ვთვლი და ჩვენ ვთვლით, რომ ცოტა მივაკელით ამ თვალსაზრისით ყურადღება ამ საკითხს, ჩვენ მივაკელით, რადგანაც ვერ შევძელით ალბათ იმდენი დროის დათმობა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძირითადად კონცენტრირებას ამ საფრთხეზე ვაკეთებდით, ამ ცოდვაზე ვაკეთებდით კონცენტრირებას, ასე რომ ვთქვათ, მაგრამ ამის მიუხედავად ეს ლიბერალისტური სული, რევოლუციური სული მაინც გამრავლდა, ჩვენ ხედავთ, რომ ის გამრავლდა ჩვენს ოჯახებში, ტრაგიზმია პირდაპირ მნიშვნელობით, ჩვენ ხედავთ პირდაპირ დაპირისპირებას მშობლებსა და შვილებს შორის, ჩვენ ხედავთ პირდაპირ ბულინგს და დევნას ქრისტიანული თვალსაზრისის მქონე, ქრისტიანული რწმენის მქონე ადამიანებისადმი, უფრო მეტად რასაკვირველია ბავშვებისადმი, სტუდენტებისადმი და ჩვენ არაერთი გადაცემა და წერილი მიუძღვენით ამ საკითხს. ამრიგად, ლიბერალიზმი ამ თვალსაზრისით ძალიან სახიფათო აღმოჩნდა, რადგანაც ეს თავისუფლების სული, ყალბი თავისუფლების სული, განდიდებული თავისუფლების სული და ეს ახალგაზრდებს ესმის ყველგან, არა მარტო ახალგაზრდებს, ხო ჩვენ ჰიმნშიც გვიწერია დიდება თავისუფლებას, ხო? ჩვენ ვღერი ვართ ამას. რეალურად ჩვენ უმღერით ლიბერალურ თავისუფლებას, აბა იქ ქრისტიანულ თავისუფლებაზე ლაპარაკი არ არის. ქრისტიანობა ამბობს შეიცან ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგანთავისუფლებთ თქვენ. ლიბერალი ასე არ თვლის, ის არ თვლის, რომ ვინმეს მონა, ის არ თვლის, რომ მას სჭირდება განთავისუფლება. არა, ის თვლის, რომ უკვე არის თავისუფალი, მეტიც
ის არის უკვე მორწმუნეც და ყოვლის მცოდნეც ამავე დროს. იმდენად ყოვლის მცოდნეა და ყოვლის შემძლეა, იმდენად ღრმად მორწმუნეა, ასე რომ ვთქვათ, ჭყალებში ეს ყველაფერი, რომ მას არ ჭირდება არავისი თანადგომა, არავისი მხარდაჭერა და ჩვენ ვართ ძირითადი ძალა, რომელიც ააშენებს ამ ქვეყანას. სინამდვილეში ჩვენ ხედავთ, რომ პირიქით ხდება, რადგანაც ეს მყარი თუ არ არის საძირკველი და საფუძველი ის ვერ იარსებებს დიდხანს, შეიძლება ახალგაზრდას ჰქონდეს გამოცდილება, უბრალოდ მარტივი მიზეზის გამო, რომ ის მისი ასაკის გამო არ შეიძლება ჰქონდეს ცოდნა და სამწუხაროდ ასევე არ აქვს რწმენა. იმის მიუხედავად, რომ ლიბერალიზმმა და მოდერნიზმმა მას მორწმუნე დაარქვა. აქ ჩვენ უნიშნელოვანეს საკითხამდე მოვედით. ეს არის რწმენის საკითხი, სიკეთის და ბოროტის გარჩევის საკითხი და აქაც ლიბერალიზმს მიუძღვის უდიდესი დამღუპველი წვლილი, რადგანაც მან აღრია ეს ღირებულებები, ტერმინოლოგია აღრია, მან დაარქვა თავის იდეოლოგიას წმენის სახელი, ის რასაც აკეთებს, ყველაფერს აკეთებს რწმენით, ოღონდ არა ისეთი რწმენით, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია მართლმადიდებლებს გაგვაჩნია. ეს მათ არ აინტერესებს, რადგანაც მათი რწმენა სრულიად ადოგმატურია. ზოგადად ლიბერალიზმი ებრძვის ყველანაირ ჩარჩოებს, ყველანაირ დოგმატიკას, წესებს და ამ თვალსაზრისით ის ასევე მტერია ეკლესიის. ის პირდაპირ ამჟღავნებს ამას. მაგრამ ჩვენ რას ვხედავთ? ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანები ამბობენ, რომ ჩვენ გვწამს, ჩვენ გვაქვს ეს უფლებები და მეტიც მათ მხარს უჭერენ არა ეკლესიური ხედვაში, მხარს უჭერენ სასულიერო პირები, მაღალი იერარქებიც კი და იქნება ერთგვარი ილუზია სიმართლის, მორწმუნეობის, ერთგვარი ერთგულების თავარი ჭეშმარიტებას დაარქვეს სიცრუე და თავიანთ სიცრუეს დაარქვეს ჭეშმარიტება. ეხლა როგორ უნდა გაარჩიოს ადამიანმა, რატო ხდება ეს უთანხმოება და როგორი ხედვა შეიძლება ქონდეს მართლმადიდებელ ქრისტიანს. პირველ ყოვლისა ჩვენ არ შევდივართ კამათში, რადგანაც მათი თვალსაზრისი და მათი ხედვა აბსოლუტურად მიუღებელია და გაუგებარია. ჩვენი ხედვა აბსოლუტურად მიუღებელია მათთვის და ის წინასწარ ერთგვარად დაბლოკილია, ასე რომ ვთქვათ, რადგანაც მათ უკვე ერთგვარი აცრა აქვთ, ჩამოყალიბებული აქვთ პოზიცია, რომელიც მიაჩნიათ ჭეშმარიტებად, რომელიც მათ იდეოლოგიამ უკვე ჩაუნერგა თავიანთ ტვინებში. ამიტომ ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ რაღაც საკითხზე, რწმენაზე, ჩვენ ვსაუბრობთ პრაქტიკით, ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი შეგრძნებით, ჩვენი ცხოვრების წესით. მათთვის ეს გაუგებარია, ისინი ვერ ხვდებიან, რატო დავდივართ ჩვენ ეკლესიაში ყოველკვირეულად, დაუძალებლად, ჩვენი სურვილით, სიხარულით, რატო ვამბობთ პერიოდულად აღსარებებს. ეს მათთვის გაუგებარია, რადგანაც ლიბერალი მიიჩნევს თავს ერთგვარად ჭყალებში, რომ ვთქვათ, ასე ვთქვათ, უცოდველად. რადგანაც მათ უკვე მოდერნისტებმა უთხრეს, რომ თქვენ არ გჭირდებათ ეს, ეკლესია არ არის მთავარი რწმენისთვის და თქვენ ერთგვარად გარანტირებული გაქვთ ცხონება. მე მოკლედ შევარქვი მათ ცხონება გარანტირებულნი ჭყალებში. ესეთი დამოკიდებულება მათ არ ესმით, ეს ქრისტიანული ხედვა, შეგრძნება არ აქვთ ამის და ვერც ეკნებათ, ამიტომ როდესაც ჩვენ მათ ვესაუბრებით და მე პირადად რომ ვესაუბრები, პირდაპირ ვამბობდი, რომ თქვენ არც უნდა გქონდეთ ამის გაგება, რადგანაც არ შეუძლიათ ფიზიკურად ამის ახსნა, იმიტომ რომ მათ ვერ შეიგრძნეს ეს, მათ არ აქვთ ეს განცდა, მათ არ აქვთ ეს მადლი და ვერ ისაუბრებენ ამის შესახებ. ამიტომ მორწმუნე ადამიანის კუთხიდან წარმოჩენილი პოზიცია მათთვის აბსოლუტურად გაუგებარია. ისინი ვერ გაიგებენ მას, რადგანაც ჩვენ რატო მიდის ადამიანი აღსარებას, ხო? ის ვერ ეგუება ცოდვას.
ის ვერ ეგუება ცოდნას, ეს მას აწუხებს, სულიერ ადამიანს, ეკლესიურ ადამიანს ეს აწუხებს და მიდის მისგან განსათავისუფლებლად. მაგრამ ასევე მორწმუნე ადამიანი ეწინააღმდეგება ზოგადად ცოდვას, ბრძოლას ღვთის წინააღმდეგ, როგორც მცნებების დარღვევას ზოგადად და ამიტომ მისთვის ეს მტკივნეულია და ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ მაგალითად გარყვნილებაზე, ჰომოსექსუალიზმზე და რაღაცაზე, ჩვენ ამ მხრივ ეს გარკვეული სინდისი გვაწუხებს არა იმიტომ, რომ ჩვენ ჩავდივართ რაიმე მსგავს ცოდვას, მაგრამ ეს ცოდვა როგორც სისაძაგლე, როგორც მიუღებელი მოვლენა ჩვენთვის არის მიუღებელი, რადგანაც ის ღვთის წინააღმდეგია პირდაპირ. ამიტომ ის პირდაპირ განსაზღვრავს ჩვენ დამოკიდებულებას. ამ დროს ადამიანი ხდება აღსარებელი თავისი შეხედულებით, რადგანაც ის თავისი ცხოვრების წესით აფიქსირებს თავის პოზიციას ღვთის წინაშე. არა ადამიანების წინაშე, არამედ ღვთის წინაშე. ეს დამოკიდებულება სრულიად გაუგებარია ლიბერალებისთვის, რადგანაც როგორც უკვე ვთქვით, მათ სახელად წვენა შეინარჩუნეს, მაგრამ ეს შინა განაწესი, წესრიგი მათ არ გააჩნიათ და სინამდვილეში მათი ეს დამოკიდებულება პირდაპირ მნიშვნელობით არის ღვთაებრივი წესრიგის წინააღმდეგ, რომელსაც ისინი ანგრევენ რევოლუციური სულისკვეთებით. აქ ისინი არიხევენ უკან არა მარტო გარეგნულ გამოვლენებებში, როგორც ეს არის თუნდაც სახელმწიფოებრივი გადატრიალება, მაგრამ ასევე რევოლუციები, ერთგვარი რევოლუცია ეკლესიის შიგნით, მოდერნისტული განმაახლებლობის სახით და მე აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა უთხრა ჩვენ მამებს, რომლებიც იბრძვიან ამ დროს. მადლობა უთხრა მამა კონსტანტინეს, რომელმაც განსაკუთრებული შრომა დადო მოდერნისტების წინააღმდეგ, რადგანაც და სხვა მამებს და მრევლს, რომლებიც დღედაღამის შრომობენ იმისათვის, რომ ეს ღვთის საწინააღმდეგო რევოლუციური სწავლება, რომელიც როგორც ერში, ასევე ბერში ტრიალებს, არ შემოიჭრეს და სრულიად არ დავყოფოს ჩვენ. ამრიგად რა უნდა ვაკეთოთ ჩვენ ადამიანებმა, მორწმუნეებმა, ბავშვებმა, რომლებიც ბულინგის ქვეშ იმყოფებიან? აქ არაფერი ზედმეტი საჭირო არ არის. როდესაც არის გამოვლინება, ჩვენ დიაგნოზს არ ვსვამთ ამ ადამიანების მიმართ, არავის მიმართ ჩვენ მათ არ ვებრძვით, არ ვეწინააღმდეგებით და არ ვკამათობთ, რადგანაც ისინი საუბრობენ საკუთარი გამოვლინებებით, საკუთარი ქცევებით. როდესაც ადამიანი საკუთარი ქცევებით ხებულობს ეკუმენიზმს, მათ გვერდში დგას, როდესაც სხვადასხვა ჯადოქრებს, ჭრილვაებს თუ ვიღაცა პირდაპირ ეკლესიის ათეისტებს და ეკლესიის მგმობელებს გვერდში უდგას, მათ შორის ჰომოსექსუალიზმის წარმომადგენლებს, აქ უკვე მტკიცებულება ზედმეტია. ამიტომ ჩვენ აქ უკვე მტკიცებულება ზედმეტია, ჩვენ არ გვჭირდება ეს, ადამიანი აფიქსირებს, ჩვენ ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას ღვთის წინაშე და მტკიცებთ გავართ ამ კუთხით. წმენის საკითხებში ჩვენ არ ვიხევთ უკან და ეს უკვე საკმარისია იმისთვის, რომ ერთგვარი მხილება მოხდეს. ჩვენი პოზიცია შესაძლოა მიუღებელი, შესაძლოა კი არა, აუცილებლად იქნება მიუღებელი მათთვის, ზოგ შემთხვევაში ის მათ ეჩვენებათ საკმაოდ მკაცრი, ზოგჯერ შემთხვევაში სინამდვილეში შეიძლება იყოს მკაცრი და ოდნავ უფრო სასტიკი, ვიდრე ეს აუცილებლად უნდა იყოს. ჩვენ ასეთი გადაცვამის მე პირადად რასაკვირველია ვიხდი ბოდიშს და შენდობას ვითხოვ, თუმცა არა სარწმუნოებრივ საკითხებში, რადგანაც სარწმუნოებრივ საკითხებში ჩვენ გვევალება და ეს არის სარწმუნოებრივი საკითხი, როდესაც პირდაპირ ეხება საკითხი ღვთის წინააღმდეგ, ღვთის მცნებების წინააღმდეგ ბრძოლას, ეგ უკვე პირდაპირ სარწმუნოებრივი საკითხია და აქ უკვე ჩვენ გავართ ეკლესიის გვერდით და როდესაც ეს ადამიანები ამბობენ, რომ სად არის ეკლესია, ჩვენ დავწერეთ კიდეც და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეკლესია ყოველთვის არის იქ, სადაც უნდა იყოს ეკლესია, ანუ ის ერთი მხრივ არავის მხარეს არ იჭერს, ბუნებრივია, ის არის ნეიტრალური, რადგანაც მისთვის მთავარია
ადამიანის სულის გადარჩენა და აქ ორივე ადამიანი, ორივე მხარე არის მისთვის საყვარელი და მისაღები, ამიტომ ამ თვალსაზრისით ის ნეიტრალურია, ყოველთვის ასეთი იყო. მაგრამ ამავე დროს ეკლესია არის ყოველთვის მხარე, მაგრამ მხარე სიკეთისა და სხვანაირად არ შეიძლება იყოს. ეკლესია არის მისტიური სხეული ქრისტესი და არ შეიძლება სხვანაირად იყოს. ის მხოლოდ ჭეშმარიტების მხარესაა და ეს ჭეშმარიტება კიდე ის არის, რაც განცხადდა, ის რაც თვისგან ვიცით ჩვენ, რაც რისი სწავლებაც თავად ღმერთმა შემოგთავაზა. ეს არის ჭეშმარიტება და ჩვენ როდესაც ვადარებთ და ვსაუბრობთ რა არის ჭეშმარიტება, მხოლოდ ღვთაებრივი სწავლებიდან გამომდინარე ვსაუბრობთ. იქ თუ ერევა ადამიანური სწავლება, ადამიანური გაგება, იდეოლოგიური გაგება, რომელმაც ჩაანაცვლა რწმენა, რასაკვირველია ჩვენ მას არ ვღებულობთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, აქ არის პირდაპირ გამოვლინებები და მტკიცებულება საჭირო არ არის. ამიტომ ეკლესია ყოველთვის არის ამ შემთხვევაში მხარე ჭეშმარიტებისა და არ შეიძლება იყოს ორი ეკლესია და როგორც ეს ადამიანები ამბობენ, ჩვენ მხარეს იქ ეპისკოპოსებია, იმას უნდა დაუჯეროთ. მეორე მხარეც ასევე სასულიერო პირებია და ასე შემდეგ, ამ პოზიციაზე, იმ პოზიციაზე სხვადასხვა კომენტარები გვესმის. არა, ეკლესიაში არსებობს მხოლოდ ერთი პოზიცია, ერთი ჭეშმარიტება. ეკლესია არ ებრძვის თავის თავს. ქრისტე არ ებრძვის თავის თავს, არ შეიძლება ეს მოხდეს. ორი ჭეშმარიტება არ არსებობს. აქ არის მხოლოდ ერთი ჭეშმარიტება და მხოლოდ ამ ჭეშმარიტი ორიენტირით, ჭეშმარიტი გზით უნდა ვიაროთ. ამას გისურვებთ ყველა თქვენთაგანს. და ბოლოს მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ალბათ მომავალ წელსაც ვიტყვით, რომ გასული წელი იყო უკეთესი, რადგანაც სამწუხაროდ ეს ბოროტება სულ უფრო მზაკვარი ხდება, სულ უფრო მატულობს, სულ უფრო დიდ მასშტაბებს ღებულობს და ეს ამის გამოვლინებები მომავალშიც აუცილებლად იქნება. მაგრამ ჩვენ მადლობით ხვდებით ყველაფერს. ჩვენ ასევე ვამბობთ მამების სიტყვებს, რომ უფრო უკეთესად ვართ, ვიდრე გვეკუთვნის და ამას ასევე ჩვენი რეალური შეფასებით ვამბობთ, რადგანაც ადამიანი სამწუხაროდ ჩვენ ყველანი ჩვენი დაცემული ბუნებით ვავლენთ ჩვენს ბოროტებას, მაგრამ იმედი გვაქვს ღვთისწყალობის და ღვთის მადლის და აი ამას გისურვებთ ყველა თქვენთაგანს და ღმერთმა შეგვახვედროს ბედნიერად მოახლოებულ ქრისტეს შობას. დიდი მადლობა ყურადღებისათვის და მომავალ შეხვედრამდე.